საღამომშვიდობის დღეს 4 შაბათია და ზუსტად 22 საათზე დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია, მე ეკა მიშველაძე ვარ. ჩვენ დღის მთავარ თემებს ამ სტუდიაში რამდენიმე წუთში შევაჯამებთ, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებებს მოვისმენთ პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის ურთიერთობის ახალ ეტაპთან დაკავშირებით, ასევე რა შინაარსის რეზოლუციის მიღებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა უკრაინასთან დაკავშირებით და რას პასუხობს მას მმართველი გუნდი. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკების პროექტთან დაკავშირებით ამ თემის გარშემო გაჩენილ კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარე უპასუხებს, ასევე მოვისმენთ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის შეხედულებებსაც. სულ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში უკვე სტუმრებთან ერთად ბრუნდებით, დაგველოდეთ. მე მის ხედვას ვენდობი ბოლომდე და მე მოუწოდებ საზოგადოებას, რომ ბოლომდე გაიაზროს და ენდოს იმ ხედვას, რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს. მარგველაშვილი არის ინტელექტუალი, ჩემი მეგობარია და არ მალავდა ვამაყობ, ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა. რა თემაზე პოლემიკას მოყვა უთანხმოება ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის და რატომ შეიცვალა მოკლე დროში ყოფილი პრემიერის დამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილის მიმართ? პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. რა თქმა უნდა, ჩემთვის კივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები და შენიშვნები. დემოკრატიული პროცესი თუ უთანხმოება გუნდში, როგორ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ ღია კრიტიკას და რა გავლენას მოახდენს ის ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობაზე? არ აქვს არც ერთი კრიტიკული შენიშვნა მთავრობის მიმართ და აქვს მხოლოდ ძალიან აგრესიული თავდასხმითი პოზიცია პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გამოავლინა განსხვავებული მიდგომები მისგან. კრიმინალებს ვერ აკრიტიკებ და რა თქმა უნდა გიკვირთ, როდესაც ყოფილი პრემიერი და ამჟამად უკვე მოქალაქე ახერხებს იმას, რომ თავისი გუნდის წევრი და მოქმედი პრეზიდენტი გააკრიტიკოს. ეს არის დემოკრატიის მანიშნებელი. დებატები პარლამენტში და განსხვავებული პოზიციები ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან. რაბედიელით ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებს და მათ მობინადრეებს 600 მილიონიანი პროექტი თბილისის საკრებულოსა და არაბ ინვესტორს შორის. რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რა ჩაანაცვლებს ხრუშჩოვკებს, როდის და ვის მიერ მოხდება პროექტის განხორციელება? ირაკლი შიხიაშვილი სტუმრად პირველ სტუდიაში. საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ჩაერთვება თუ არა პროექტში თბილისის მთავრობა, რას ფიქრობს ქალაქის განვითარებაზე ოპოზიციის მერობის კანდიდატი? ჩაშლილი პრაიმერი ნაციონალურ მოძრაობაში და ნიკამელიას პირველი კომენტარი თბილისის მერის ფუნქციებსა და საკუთარ შანსებზე. მთაწმინდის გამგებელი სტუმრად პირველ სტუდიაში. განსაჯაროებული უთანხმოება თუ ახალი პოლიტიკური ეტაპი ექნება თუ არა მმართველი გუნდის მუშაობაზე გავლენა ივანიშვილის პოზიციას, როგორია საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მოსაზრებები. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი იქნება პირველი, ვინც ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ამ თემასთან და ასევე სხვა თემებთან დაკავშირებით. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ერთვებით პირდაპირ ეთერში. ბატონ გიორგი, გამარჯობათ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიდრე ამ თემებზე გადავიდოდეთ, რაზეც ანონსშიც მოისმინეთ თქვენ და რაც რა თქმა უნდა იცით, რომ ამაზე დავსვა აუცილებლად შეკითხვებს. მინდა პირველი კითხვა დავსვა იმ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში და ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ, არც კი, სადაც ასახულია ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები, დაზიანებები ამ ცხედრებზე. ჩვენ ამ კადრებს სპეციალურად არ ვაჩვენებთ, იმიტომ რომ ჯერ არ არის დადგენილი, რამდენადაც მე ვიცი ამ კადრების ავთენტურობა. თუმცა მე მაინტერესებს თქვენგან გავიგო ინფორმაცია, თქვენ თუ იცით რაიმე აი ამ მასალის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა, როგორ გავრცელდა ეს მასალა და ზოგადად რაიმე სიახლეები ხომ არ არის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ არის ეს თქვენთვის ცნობილი? მოგესალმებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს კადრები, უბრალოდ ფოტოსურათებისგან აწყობილი რაღაც მასალა არის გამოძიების ოფიციალური მასალები, რომელიც ვერ მოხდებოდა ინტერნეტში მთავრობის და პროკურატურის გარეშე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს მასალა, რომელიც მე არ მინახავს დღევანდელ დღემდე, აქვს ნანახი საქმესთან კავშირის მქონე ყველა პირს, მათ შორის ბატონი ჟვანიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს მე ვიცი, რომ გამოძიებას არ აქვს არანაირი
სიახლე, გარდა იმისა, რაც იყო გამოძიების ვერსია ოფიციალურად უკვე დიდი ხანია. და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მისი მოულოდნელი გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად იყო ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა თავის დროზე და მიმაჩნია, რომ გარდაცვლილი ადამიანით манипуლირება არის უაღრესად უღირსი და ბინძური საქციელი. манипуლირებას მიაწერთ თქვენ აი ამ კადრების გავრცელებას, ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ დღეს რატომ მოხდა აი ამ კადრების გავრცელება? ამის ამოცანა უბრალოდ გეტყვით, საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე ასეთი ბინძური და უღირსი საქციელი მთავრობის მხრიდან, ემთხვევა ხოლმე მთავრობის რაღაც თვალსაჩინო ჩაფლავებს, ესე რომ ვთქვათ, და რაღაც კრიზისებს, რომელსაც განიცდის ჩვენი დღევანდელი მთავრობა, რომლისგანაც ზიანდება მთავრობას და ჩვენი ქვეყანაც. ეს არ არის აი ესეთი ბინძური მეთოდები, არ არის ის გზა, რაც ხეირს მოუტანს გინდ ჩვენ ქვეყანას და გინდ პრაგმატულად მთავრობასაც, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ კრიზისი. ჩემთვის რამდენად ცნობილი ეს კადრები აქვს ნანახი თავად ოჯახის წევრებსაც, რამდენადაც ჩემთვის თავისთავად უნდა იყოს გამოძიებული, როგორ მოხდა ეს ფოტოები, რომელიც ოფიციალური საქმის ნაწილი არის, როგორ განსაჯაროვდა და ჩვენ ამიტომ არაერთხელ მოუწოდეთ მთავრობას, რომ თუ კი არის რამე სიახლე, გასაჯაროვდეს საქმის მასალები მთლიანად დაუყოვნებლო, ხო? იმიტომ რომ თუ იქნებოდა რაიმე გარემოება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ თითქოს და ზურაბ ჟვანია მოკლეს, მაშინ ეს გარემოებები დიდი ხნის გასაჯაროვებული იქნებოდა მერწმუნეთ. ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ მიზანი არის გადაიფაროს მთავრობის უუნარობა და ვერ შეძლება იმისა, რომ მათ, ასე ვთქვათ, გადაჭრან ხალხის პრობლემები. გავიგე. კარგით, ბატონ გიორგი, კრიზისი ახსენეთ, თქვენ არის თუ არა თქვენი აზრით კრიზისის მანიშნებელი ის განცხადებები, ის ღია კრიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ერთ-ერთ ეთერში პრეზიდენტის მისამართით გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით მართველი გუნდის პოზიცია, თქვენი კოლეგების უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიცია ცნობილია. ისინი აი ამ კრიტიკას ჩვეულებრივ ფაქტად აღიქვავენ და ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია და ამის მანიშნებელია. თქვენთვის, თქვენი გუნდისთვის რა იყო აქ მიუღებელი და გასაკვირი? ის ფორმა, შინაარსი ამ განცხადებების თუ ის რომ კრიტიკა მოდიოდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან? მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი აჩვენებს რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას, რაც გააჩნიათ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. პირველ რიგში აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ფორმალური თანამდებობა, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას და სწორედ ამიტომ გადადგა და დანიშნა მარიონეტი პრემიერ-მინისტრი, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ საბოლოოდ მოიცილოს ეს პასუხისმგებლობა დაპირებების ვერ შესრულებისა. პასუხისმგებლობა იმისა, რომ მაგალითად მიუხედავად მისი დაპირებისა, პენსია არ გახდა 250 ლარი. პასუხისმგებლობა იმისა, რომ არ გაიხსნა ის ყბადაღებული 100 ქარხანა, სადაც არ დასაქმდა ხალხი. პასუხისმგებლობა იმისა, რომ იზრდება უმუშევრობა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ იგი არ ხარჯავს საკუთარ ფულს, როგორც თვითონ მან შექმნა ეს მოლოდინი. ხო, ეს ჩვენ ხო არ შეგვიქმნია, ჩვენ არ მოგვითხოვია, რომ მას პირადი ფული დაეხარჯა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ერთი ადამიანის კრიტიკა, პრეზიდენტის კრიტიკა ნიშნავს თქვენთვის იმას, რომ ამ პასუხისმგებლობისგან თავის აცილებას ცდილობს. და ეხლა ჩვენ ყოფილი პრემიერი მოგახსენებთ და მისი აზრით მთავარი პრობლემა ქვეყანაში ეს კი არ არის, რომ ხალხის ყოფა უარესდება, არამედ ის, რომ თურმე ხალხის მიერვე არჩეული პრეზიდენტი შესულა სად პრეზიდენტის სასახლეში და იქ მიუღია ელჩები. აბა სად უნდა მიიღოს ელჩები? პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ზოოპარკში ხო არ მიიღებს ელჩებს, ხო? ეს ყველაფერი აჩვენებს რაღაც აი ამ წვრილმანობას, ძალიან არქაულ და მეწვრილმანე მიდგომას სახელმწიფოს მიმართ, მე ესე ვიტყოდი. და მანიშნებელი არის ღრმა სტრუქტურული კრიზისისა, რომელშიც იმყოფება ჩვენი მთავრობა, პრეზიდენტის ინსტიტუტის ასეთი გაცამტვერება, ასეთი მიწაში ჩადება, რაც განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ და რასაც ასე ვთქვათ მორჩილად გაეგო მის ფეხქვეშ დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი, არის პრაგმატულად ძალიან დიდი ზიანის მომტანი მთავრობისთვის, მაგრამ ამავე დროს ზიანის მომტანი არის ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ეს იწვევს
დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებას და დაჩაჩანაკებას მე ესე ვიტყვი. ბატონ გიორგი, თქვენი გუნდის წევრები დღეს ასევე საუბრობდნენ გარკვეული გავლენებზეც, ისევ, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. ამასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი აზრი, ანუ ის რომ პრეზიდენტმა არ გაიზიარა პრინციპში აი ეს კრიტიკა, ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ პირიქით ამ გავლენებისგან ის აბსოლუტურად თავისუფალია და არა, აქვე დავსვავ კიდევ ერთ შეკითხვას, თქვენი შეფასებით პრემიერის ყოფილი პრემიერის გამონათქვამები რამდენად იქონიებს გავლენას პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობებზე შემდგომში? ეს გავლენები არის სახეზე, დადასტურებული არის ყველას მიერ. დაადასტურა დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომ მას გადაწყვეტილება ვეტოს შესახებ, რომ მას დაედო ვეტო ძალიან ცუდ კანონზე მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის გადავადების შესახებ. მან ესე იგი ფორმალური თანამდებობის არ მქონე პირმა ბიძინა ივანიშვილმა მას აიძულა ვეტო არ დაედო ამ ძალიან ცუდ და ქვეყნისთვის საზიანო კანონზე. თავარი ანუ ეს გავლენა რომ არსებობს არის სახეზე და ეს არის კლასიკური რუსული ოლიგარქიული სქემა. აკონტროლებდე ყველაფერს და არ გქონდეს ფორმალური პასუხისმგებლობა. შეპირდე ხალხს ეს ყველაფერი დასაქმება, ჩამოთვალე ეს ყველაფერი, ლარიანი ბენზინი და ასე შემდეგ. შემდეგ მოატყუო ხალხი, გაექცე პასუხისმგებლობას, მაგრამ მაინც აკონტროლო ყველაფერი. ამის ასევე ძალიან თვალსაჩინო მაგალითი სხვათა შორის არის დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი აი ამ ოლიგარქიული არაჯანსაღი და მე ვიტყოდი საზიანო დანაშაულებრივი სისტემისა დაფიქსირდა და დადასტურდა. ეს არის ის, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას თავის თარგზე ჭრის ბატონი ივანიშვილი, საკუთარი დეიდაშვილის, ბატონი მამაცაშვილის მეშვეობით, რომელსაც კვლავ არ გააჩნია არანაირი თანამდებობა, არანაირი სტატუსი, მაგრამ იგი თან დაყვება ოფიციალურ პირებს, მონაწილეობს მოლაპარაკებებში და ასე ვთქვათ, თუმცა თქვენ არ მიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე, ბატონ გიორგი, და მინდა რომ თქვენი პასუხი მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. მე როგორ ფიქრობთ, მეთქი ვიკითხე, ექნება თუ არა გავლენა აი ასეთ კრიტიკას და ზოგადად აი ასეთ შეფასებებს პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობაში სამომავლოდ როგორ გონიათ თქვენ? ჯერჯერობით სამწუხაროდ პრეზიდენტ მარგველაშვილს არ აღმოაჩინა საკმარისი გამბედაობა, რომ იყოს მორჩილი არა ოლიგარქისა, რომელიც საკუთარი რაღაცა ძალიან მრავალფეროვანი აკვარიუმიდან აკვირდება და მართავს მოვლენებს, არამედ იყოს ლოიალური იმ ხალხისა, რომელმაც იგი აირჩია. ჯერ ვერ გააცნობიერა გიორგი მარგველაშვილმა, რომ მისი უფროსი არის არა ქვეყნის მთავარი იხტიოლოგი, ესე რომ ვთქვათ, არამედ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მას მისცეს ხმა. ჯერ იმედი მაქვს მომავალში გააცნობიერებს. თუმცა აი ეს აზრთა სხვადასხვაობა, როგორც ეს იყო აღქმული, თუნდაც მართველი გუნდის მიერ კრიტიკას გულისხმობ, ასთა სხვადასხვაობა გუნდში რატომ მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა არის პრობლემა მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას სხვათა შორის თავის დროზე და ეხლაც ძალიან ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გუნდში არ იყო აი ასეთი გარკვეული პოლემიკა საკითხებთან მიმართებაში. ასთა სხვადასხვაობაზე არ არის სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობის პირს, სახელმწიფოს მეთაურს, უმაღლეს მთავარსარდალს, რომ მისი წონა არის 0 ამ ქვეყანაში და რომ მას მანიპულირებს თავის ნებაზე ათამაშებს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ფორმალური თანამდებობა და რომელიც გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას. ეს არის უახლესად მახინჯი ფორმა ოლიგარქიული მმართველობისა. ამაზე არის საუბარი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, ბევრი რამის გამო აკრიტიკებდნენ. ხშირად სამართლიანად, კიდევ უფრო ხშირად უსამართლოდ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ კრიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ვიწრო წრე მართავსო ქვეყანასო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. ეს ვიწრო წრე სახელდებოდა პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა სხვადასხვა მინისტრები, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ არჩეული თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები და ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, მას არ გააჩნია არანაირი თანამდებობა, ვინ არის უჩა მამაცაშვილი, მას არ გააჩნია არანაირი თანამდებობა, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე,
ყაჩაღი ყოფილი პროკურორი, რომელსაც ასევე დღეს არ გააჩნია არანაირი ფორმალური თანამდებობა, მაგრამ იგი აკონტროლებს არა მხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ მთლიანად პროკურატურას და ისევ დაკავებული. რაც შეეხება ბანო მაჭავარიანის თემას, ამაზეც იყო გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებითაც, ამ ადამიანთან დაკავშირებითაც გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმა. მე მაინტერესებს, აი თქვენ გუნდში თუ გიგრძნიათ ან გქონიათ ამაზე საუბარი, ან თუ გაქვთ რაიმე დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი თანაგუნდელის ძმა მუშაობს საპირისპირო ბანაკში. მე ვფიქრობ, ესეც საინტერესო მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომ იგივე ვერიტანს განსხვავებულად იყო ძალიან გადაჭარბებული. ვერანაირ პრობლემას ამაში არ ხვდა, ნებისმიერი ადამიანი დამოუკიდებელი არის თავის შეხედულებებში, თუნდაც ეს შეხედულებები იყოს მცდარი. პრობლემად მიმაჩნია ეს ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟი და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს რაღაცა არ მინდა ესეთი უტრირებული სიტყვების ხმარება, მაგრამ ეს ჭორაობას უფრო გავდა ვიდრე რაღაც სერიოზულ საუბარს. წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი მოქალაქე მართლაც და მას არ გააჩნია ის ქონება, რომელიც გააჩნია, რომელიც დახარჯვასაც დაპირდა ქართულ ხარს, მაგრამ რომელსაც არ ახმარს საქართველოს. მაშინ როგორ აღვქვამდეთ მის აი ესეთ წვრილმან საუბარს, ხო? მე ვფიქრობ, უფრო ნაკლებად სერიოზულად ვიდრე აღქმული იქნა იქ. და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც კიდევ ერთხელ დღეს ითხოვდა ნაციონალური მოძრაობა, მე ვგულისხმობ უკრაინას და იმ სანქციებზე მიერთებას, ეს იყო თუ არ ვცდები ამ თქვენი მოთხოვნის ძირითადი და მთავარი დედააზრი და შინაარსი. რატომ გახდა დღეს ეს თემა კვლავ თქვენთვის მნიშვნელოვანი? რატომ ფიქრობთ, რომ დღეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად? ან საჭიროა კიდევ ერთი რეზოლუციის მიღება უკრაინასთან მიმართებაში? გეტყვით, ეს არის პრინციპულად ახალი რეზოლუცია, იმიტომ რომ მთელი არსი ამ რეზოლუციის მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს უნდა ერთმნიშვნელოვნად დადგეს ცივილიზებული სამყაროს მხარეს. ერთი სიტყვით, კონტექსტი ამ ყველაფრის არის ის, რომ საქართველოს ჩვენს ქვეყანას დღეს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დევნილთა დაბრუნების საკითხი ჩაჯდეს იმ მოთხოვნათა ნუსხაში, რომელსაც დღეს დასავლეთი ცივილიზებული სამყარო უყენებს რუსეთს. რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და აი ამ ერთიან პაკეტში იყოს განხილული, რომ იმ სანქციები, ესე იგი ამ სანქციათა მიზეზებში, რომლებიც დღეს უკვე ასე ვთქვათ, შემოღებული იქნა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ვიცით, რომ სულ მოკლე ხანში ძალიან მტკივნეული და შეიძლება დამანგრეველი პუტინის რეჟიმისთვის სანქციები იყო შემოღებული, ამ სანქციათა მიზეზებში ჩაჯდეს, ჩაიწეროს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხიც და ჩვენი დევნილების საკითხის. ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ მივუერთდეთ ამ სანქციებს, რომელიც უკვე გამოცხადდა და კიდევ მოკლე მომავალში გამოცხადდება და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვართ არა სიტყვით და რაღაც განცხადებებით, არამედ საქმით ერთმნიშვნელოვნად ცივილიზებული სამყაროს მხარეს. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რომ უარყოფილი ყოფილიყო ამ რეზოლუციის დღეს განხილვა და ჩვენ ამ რეზოლუციით ჩვენს მთავრობას მოუწოდებდით, რომ ეს სანქციები გაეზიარებინა, სხვა ვინმეს კი არ მოუწოდებდით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სიმპტომატური და მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ დღევანდელი მთავრობის რიტორიკა და საქმე რეალობა ხშირ შემთხვევაში ძალიან სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სფეროშიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის, პრემიერის, სხვადასხვა მთავრობის მინისტრების განცხადებები თქვენთვის არ არის საკმარისი, რაც კეთდება აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ბატონ გიორგი და რეალურად არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს განცხადებები არის რაღაც ხარკი. მე ესე ვიტყოდი საზოგადოებრივი აზრის მიმართ, რომელიც არის უბრალოდ პროდასალური და ფარს უჭერს უკრაინას, მაგრამ რაც შეეხება საქმეს, ჩვენ ვერ ვხედავთ საქმეს. არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მინისტრიც კი ერთხელაც არ ჩასულა კიევში მთელი ამ დროის განმავლობაში.
კი ბატონო, მედიის გარეშე არ ჩასულა უბრალოდ, ხო, ეს არის ფაქტი. აღარ ვლაპარაკობ პრემიერ-მინისტრზე, აღარ ვლაპარაკობ პრეზიდენტს, რომელიც დიდი ხნის და მრავალჯერ ჩასულები უნდა იყვნენ. გაქვთ თუ არა იმედი, რომ შესაძლოა კიდევ აი ამ რეზოლუციაზე იყოს მსჯელობა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოთ. ამის იმედი თუ გაქვთ, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა. სამწუხაროდ ეს ამ სესიაზე აღარ მოხერხდება, იმიტომ რომ უარყოფილი იქნა პრინციპულად და რას ვიძახთ, რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ხდება ანტიდასავლური ძალების აღზევება. სამწუხაროდ და ბატონი დავით უსუფაშვილი და მას მართლა სინანულით აღნიშნავ, აღარ არის რეალურად პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის რეალური თავმჯდომარე არის ჩემ შემდეგი გამოსვლელი, რომელიც არ მიეკუთვნება პროდასავლურ ძალებს. მისი ბიოგრაფია. ამას შემდგომ გამოსვლელთან აუცილებლად გავარკვევთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი იმისთვის რომ ჩამერთეთ პირდაპირ ეთერში. გიორგი კანდელაკი საპარლამენტო უმცირესობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი და ახლა გიორგი ვოლსკი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე უპასუხებს უკვე ქუთაისიდან ჩემ შეკითხვებს. ბატონ გია მოგესალმებით. მადლობა თქვენს იმისთვის რომ დრო გამონახეთ და მერთვებით პირდაპირ ეთერში. ბატონ გია ალბათ გესმოდათ გიორგი კანდელაკის შეფასებები დღის მთავარ თემებთან დაკავშირებით, თუმცა მე ვიცი რომ გინდათ აუცილებლად უპასუხებთ ამ ყველა ბრალდებას, რომელიც გაისმა სხვათა შორის კონკრეტულად თქვენი მისამართითაც და გაქვთ ამის საშუალება. ოღონდ ერთი წუთი მინდა რომ დაუთმოთ სწორედ იმ ფოტომასალას და კადრებს, რომელიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, გულისხმობ ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ამსახველ ფოტომასალას. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ? ანუ მე მაინტერესებს თუ იცით საიდან მოხდა ეს კადრები ინტერნეტ სივრცეში, რას ემსახურება მისი გავრცელება და ზოგადად გამოძიებასთან დაკავშირებით ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი რაიმე ახალი დეტალები? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეს პასუხის გაცემაც რაღაცეებზე არ თulis საჭირო თუ რამე შეკითხვები გაქვთ. სადავარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. რაც შეეხება ამ კადრებს, მე ვფიქრობ, რომ საზარელი კადრებია, უზნეობაა ამის გავრცელება, ვინც ეს გააკეთა. მაგრამ ვფიქრობ, არც თუ უმიზნოთ არის გაკეთებული, შემოტანა რაღაც დისონანსის და კიდევ დამატებითი რაღაცა საშუალების მიცემა ჩვენი ოპონენტებისათვის ისაუბრონ იმაზე, რომ ეს ვიღაცას აინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, ვისაც არ აინტერესებს ეს არის გამოძიება. გამოძიება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს და საკმაოდ კომპეტენტური გამოძიება მიმდინარეობს, მთელი პროცესი არ არის გამჭვირვალე, რასაკვირველია და აი ამ ნებისმიერი კადრის თუ ნებისმიერი წინასწარი დასკვნის ან განცხადების გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით დამაზიანებელია გამოძიებისთვისაც და ვფიქრობ არც თუ სასიამოვნოა და დამთვრუნველია ოჯახისთვის, არა მარტო ოჯახისთვის, არამედ ახლობლებისთვის და საზოგადოებისათვის მთლიანად, ასე რომ ამ კადრების გავრცელების ინტერესი არ მგონია, რომ კონდეს სხვას თუ არა საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოაზროვნე ადამიანს. კარგით, ბატონ გია, ვიდრე სხვა თემებზე დაგისვავდეთ შეკითხვას, აუცილებლად მინდა გიორგი კანდელაკმა თქვენ შესახებ განაცხადა ასეთი რამ, რომ რეალურად ჩემი შემდგომი გამომსვლელი, ანუ გია ვოლსკი არის დღეს პარლამენტის თავმჯდომარეო და თქვენს გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებშიც ეჭვი შეიტანა მან, ასე მსუბუქად რო ვთქვათ, რატომ ფიქრობენ, როგორ თვლით თქვენ, რატომ ამბობენ ამას თქვენ შესახებ და ეს არ იყო სხვათა შორის პირველი, რაც მე მოვისმინე თქვენთან დაკავშირებით. და აქვე უკრაინის რეზოლუციაზეც მოილაპარაკეს, იმიტომ რომ მე მქონდა საკმაოდ წვავე გამოსვლა და საკმაოდ ფაქტებით დახუნძლული გამოსვლა იმის თაობაზე, თუ როგორ კეთდება ვითომ პატრიოტული განცხადებები და პატრიოტული დროშის ცრუ წარმოდგენით პოლიტიკურ ავანსცენაზე ანტიქართული საქმე და როგორ კეთდება შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. როგორ კეთდებოდა ვითომ ანტირუსული გამოსვლებით აგრესიისათვის ხელშეწყობის სტრატეგია როგორ ყალიბდებოდა, როგორ ხორციელდებოდა. თავად კანდელაკს ახლა ამაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ეს წინა პლანზეა წამოწეული, რომ ამ თემებზე ილაპარაკოს.
ეგ ერთი საკითხი, მეორეც რა ვიცი, ხჭებ პოლიტიკურ გემოვნებაში არასდროს შეპარვიათ ეჭვი, არც 10 წლის მუშაობის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ჩემ ევროპელ კოლეგებს. ეგ ერთი და მეორე საკითხი, არის ეგეთი მეთოდი დემონიზაცია პიროვნებების, არა მარტო ჩემი, სხვებისაც, რომ აქცენტები გადავიდეს სხვა თემაზე. ეს ძველი პოლიტიკური ფანდია, სხვათა შორის უზნეო ფანდია და არასწორი შეხედულებების დანერგვა საზოგადოებაში მე მგონი მაინც და მაინც წარმატებულად არ მიმდინარეობს და ფიქრობენ ახლა რაღაცით დააბალანსონ. და უკრაინასთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ. არც დათო დაასრულეთ ეგ აზრი. დათო უსუფაშვილია ის პიროვნება, ვისაც რომელზეც შეიძლება რაღაც გავლენა მოიპოვო და არც რეგლამენტი არ აძლევს არავის საშუალებას, რომ რაღაც უპირატესობა მოიპოვოს პარლამენტში. მეტომეტეს ეს ადვილად გამოჩნდება და დამაზიანებელიც იქნება. რაც შეეხება უკრაინის თემას, რატომ დაახასიათეთ აი ეს მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დღეს რეზოლუციას მიღებასთან დაკავშირებით გულისხმობ, ეს პოლიტიკურ სპეკულაციად რატომ მოინათლა, ბატონ გია? რატომ არ შეიძლებოდა რომ თუნდაც ამ თემაზე მიგექცია შეთანხმებისთვის? ეს ბავნებლური პოლიტიკაა საერთოდ, რასაც ეწევიან, იმიტომ რომ ჯერ ესეთი რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო, საკმაოდ ყოვლის მომცველია, შეფასებები აბსოლუტურად ზუსტია გაკეთებული, იმაში დავა არ ქონია და მოთხოვნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ მიიღონ ყველა ზომა ეკონომიკური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ასე შემდეგ, იმისათვის, რათა ეს ალაგმონ საკმაოდ ყოვლის მომცველია და აბსოლუტურად სრული გაგებით იქნა მიღებული, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში და ვენაში თუნდაც. ერთადერთი სადაც ეს არ იყო მიღებული, თქვი და გავიმეორებ, ეს კახეთის გზატკეცილზე არ იყო გაზიარებული. რაც შეეხება თვითონ სანქციის თემას, რომელსაც რაც ჩამოგითვალეთ, ის პუნქტი სრულად მოიცავს, ეს არის საერთაშორისო ფორმატში დაკარგული საკითხია, იმდენად რამდენადაც დასავლეთმა პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ და ზუსტად იციან, რა შინაარსი არის ჩადებული ჩვენს მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს დააინტერესოს, ეს არის რუსეთის დუმა, რომელსაც სავსებით ხელეწიფება, ამის სურვილიც აქვს, უბრალოდ პროვოცირება ჭირდება, რათა სანქციებზე ისაუბროს სწორედაც რომ ჩვენს მიმართ და ეს არ არის მარტო როგორც თვითონ ამბობენ მწვანილზე და პამიდორზე გათვლილი. უამრავი მოქალაქე ქართველი, არა ქართველი, საქართველოს მოქალაქე დღეს ცხოვრობს რუსეთში და მათ მიმართ აგრესიის, აი ცეცხლის კორექტირება შეიძლება დავარქვათ ამას, რომ სწორედ იქ მიიტანონ იერიში მათ, ვინცაც შეიძლება დღეს თუ არა ხვალ ამის სურვილი გაუჩნდეს. ეს არის მთელი ისტორია, რაზედაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ მკაფიოდ ილაპარაკა ბიუროზე. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება, მადლობა ამისთვის და გადავიდეთ უკვე დღის კიდევ ერთ-ერთ მთავარ თემაზე, ეს არის პრემიერის კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით, რომელიც თქვენი გუნდის მხრიდან ჯანსაღ და ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად იყო აღქმული, რომ ეს დემოკრატიული პროცესია, ასეთი შეფასებები გაისმა თქვენი თანაგუნდელების მხრიდან. მე მაინტერესებს ფორმას და შინაარს აი ამ ჯანსაღი კრიტიკის რამდენად იზიარებთ თქვენ როგორ ფიქრობთ თქვენი შეფასება ჭერეს ერთი ჩვენ კრიტიკას მიჩვეულები ვართ და პრეზიდენტიც ალბათ მიჩვეული უნდა იყოს თუ არ არის მიჩვეული შეეჩვევა ალბათ იმიტომ რომ შედარებით ახალმოსულია ფრაქცია პიროვნებები მთავრობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და თუნდაც ცალკეული პირების მიმართ, ვისაც უსმენენ და ვინც ტელევიზიითაც გამოდის და მედია ხელმისაწვდომია მათთვის. მაგრამ ერთ რამეს გაუსვავდი ხაზს, რომ პრემიერმა კრიტიკა პიროვნების და პიროვნული ურთიერთობების ფორმატით შემოფარგლა. წრით შემოფარგლა და აქ არ ყოფილა ლაპარაკი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება,
ან პრეზიდენტის მიერ თავის მეუღლეობების არასათანადო შესრულება. ჩვენ თანამშრომლობთ, აქ არ არის სუფთა წმინდა პრაგმატული დამოკიდებულება გვაქვს. თანამშრომლობთ იმ ნორმებით და იმ ფარგლებში, რაც საკმაოდ კაფიოთ არის ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციაში. იმის გათვალისწინებით, ბატონო გია, რომ სწორედ ყოფილი პრემიერის ინიციატივით დასახელდა შეირჩა პრეზიდენტობის კანდიდატი, დაკომპლექტდა მთავრობა. აი ეს არ არის იმის საფუძველი, რომ მისი კრიტიკა რეალურად აღქმული იყოს, როგორც გარკვეული გავლენა, მოთხოვნა და არა როგორც რაღაც ჯანსაღი კრიტიკა თუნდაც. აქ არ იყო ლაპარაკი რაიმე ინსტიტუციონალურ საკითხებზე და საქმიანობის ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმზე. აქ საკმაოდ კაფიოდ გამოიკვეთა პიროვნული უკმაყოფილება გარკვეული საქციელით, ისევე როგორც თქვათ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ყველანაირ კრიტიკას მოусმინოს მის მიმართ. და ესეთი კრიტიკაც საკმაოდ ბევრია დამეთანხმებით მედიაში. ასე რომ ის თავის ინტერვიუს ამ მონაკვეთს აბოლოებს თუ გახსოვთ, საკმაოდ ისეთი კარგი ჩამოყალიბებული განცხადებით იმის თაობაზე, რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, ეს ინსტიტუტი მოქმედებს და მომავალში ალბათ უკეთესი გახდება, ვიდრე დღეს არის. აი ასეთი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის თქვენს მინდა ეს გკითხოთ, რამდენად მოახდენს თქვენი აზრით, ან შესაძლოა თუ არა რაიმე გავლენა მოახდინოს პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. შესაძლოა მან გავლენა იქონიოს, მით უფრო რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან პოზიტიურად ახასიათებს პრემიერს ირაკლი ღავრიბაშვილს, მაგრამ საკმაოდ კრიტიკულია პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართით. ჩვენ არ უნდა მოვითხოთ, თქვათ, ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო რო ავიღოთ ამ სახელმწიფოს მოქალაქეების სიყვარული და მეგობრობა, თქვათ, თავისი პრეზიდენტის მიმართ, თუნდაც პრემიერ-მინისტრის მიმართ. მე ბევრი ქვეყნები ვიცი, სადაც საერთოდ არ იციან, ვინაყავთ პრეზიდენტი და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებაც აქვთ. ასე რომ კრიტიკული დამოკიდებულება პიროვნული არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევით რაიმე ურთიერთობები შეგვეშლება ერთმანეთთან. და ასევე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებითაც. თქვენი აზრით მისი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ის მიხეილ მაჭავარიანის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრის ლიდერის ძმაა, თუ მის კომპეტენციაში ან მის კომპეტენციასთან დაკავშირებით რა არსებობს რაიმე სხვა შენიშვნები, არსებობს ასეთი რამ? ეცით მე არ მქონია შესაძლებლობა მისი კომპეტენცია შემოწმებინა ურთიერთობით. ხშირად აკეთებს ის საჯარო განცხადებებს ეთერებში დადის მედიაში. ჩვენ ფრაქციას. ხო, განცხადებები არ ნიშნავს მისი პროფესიონალური საქმიანობის კრიტერიუმებს არ ახასიათებს, ასე რომ ჯერჯერობით არ მქონია შეხება როგორც ფრაქციას ან პარლამენტს სწორედ მის სამსახურთან, ასე რომ შეფასებას ვერ გავაკეთებ. კარგით და კიდევ ერთი თემა და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. ასევე იყო გარკვეული შენიშვნები გამოთქმული პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის თქვენი გუნდის წევრებმა ისიც განაცხადეს დღეს, რომ არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც გუნდში წინასწარ უნდა იყოს განხილვა ხოლმეო. ანუ ეს ის თემაა, ბატონო გია, თქვენი აზრით, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს არ შეუძლია ან არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება? არა, შეუძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისევე როგორც არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში სავსებით თავისუფალია გააკეთოს შეფასება. თუ როგორ უყურებს ამ გადასვლას, როგორ უყურებს მის წინასწარ განცხადებას და რამდენად შეესაბამება წინასწარ განცხადებას საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვენ საკონსტიტუციო ფარგლებში ურთიერთობებს არანაირად არ არღვევს.
კარგით, დიდი მადლობა ბატონ გია იმისთვის რომ ჩამერთეთ პირდაპირ ეთერში გემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ. გია ვოლსკი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დროა რომლის შემდეგაც უკვე ეთერში დაუბრუნდებით არანაკლებ საინტერესო თემით და ჩვენი სტუმარი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შეხიაშვილი. რაბედიელით ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებს და მათ მობინადრეებს 600 მილიონიანი პროექტი თბილისის საკრებულოსა და არაბ ინვესტორს შორის. რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რა ჩაანაცვლებს ხრუშჩოვკებს, როდის და ვის მიერ მოხდება პროექტის განხორციელება. ირაკლი შეხიაშვილი სტუმრად პირველ სტუდიაში. საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. პირველი სტუდია განაგრძობს მუშაობას და ჩემი შემდეგი სტუმარი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შეხიაშვილია. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით. და თუ დრო დაგრჩა სხვა თემებსაც შევეხები აუცილებლად. მოდით მითხარით, აი ეს თემა ხრუშჩოვკები და ძველთბილისში ავარიული სახლების საკითხი, რაც რა თქმა უნდა ძალიან პრობლემატურია, ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, თბილისელები ამას რა თქმა უნდა განიცდიან, თუმცა რამდენად შესაძლებელია აი ამ პრობლემის მოგვარება იმ პროექტის ფარგლებში, რომელზეც თქვენ დღესაც ისაუბრეთ და ბოლო დროს საუბრობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ მოდი თემა ორად გავყოთ. პირველი რომ ეს რომ პრობლემატურია, არავინ არ დაობს ამას, უბრალოდ ამ საქმით არავინ სერიოზულად არ დაინტერესებულა და ჩვენ ხედავდით საფრთხეს და ვხედავთ ამ საფრთხეს და დღეს ჩემ ბრიფინგზე განვაცხადე, რომ 174,000 ადამიანი დგას რისკის ქვეშ და დარჩეს საცხოვრისის გარეშე. და მათ შორის 110,000 ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებში. როდესაც ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი ჩეხებთან, დუმილი იყო ჩვენი ოპონენტებისგან. როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი ჩინელებთან, დუმილი იყო. მე როდესაც ეს საუბარი დავიწყეთ კიდევ არაბებთან, ცოტა გამოცოცხლდნენ და გამოფხიზდნენ. მე თვალით ნახეს ადამიანი, რომელიც აკეთებს განცხადებას, რომ მე მაქვს სურვილი და შესაძლებლობა თუ თქვენ შესაბამისად ჩამოაყალიბებთ კონცეფციას იმისას თუ რა გინდათ, როგორ ფიქრობთ და რანაირად აპირებთ ყოველივეს განხორციელებას, მე შემიძლია კონკრეტული და დაასახელა მან ციფრით ამ თავის მემორანდუმში 600 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარებში მოვიზიდოთ თანხა იმისათვის, რომ აღნიშნული პროექტები დაფინანსდეს. და რაც თავარია, აქ არის ლაპარაკი დეველოპერულ პროექტებზე, არ შეიძლება ეს განვიხილოთ როგორც მარტო სოციალური პროექტი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან შეწუხდნენ და ყველა რიტორიკაში, ყველა ლექსიკას ხმარობენ და სიტყვებს იმისათვის, რომ რამენაირად ისე წარმოაჩინონ ეს თემა, თითქოს წინასაარჩევნო ტრუკია. ვისაუბრებთ მაგაზე, ბატონო ირაკლი, აი თქვენ ახსენეთ ახლა, რომ 174,000 და რაღაც 111,000 ხრუშჩოვკებში, ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებში ცხოვრობსო და თბილისელები რაღაც საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ არიანო, ამაზე საუბრობთ. აი და ის თანხა, რომელიც ასევე თქვენ დაასახელეთ, რამდენად ეყოფა რეალურად ამ პრობლემის მოგვარებას და რა დრო სჭირდება იმას, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. მე ვთქვი, რომ თემა ორად გავყოთ. პირველი ვარიანტი ვთქვი. მეორე ვარიანტი ის არის, რომ ჩვენი მუშაობა დაწყებულია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში, რასაც არ აკეთებდა სამწუხაროდ და მიჩუმათებული ქონდა და მიტოვებული ზოგადად ეს თემა, სამწუხაროდ წინა ხელისუფლებას და დღევანდელ მერიას მდგომარეობდა იმაში პრობლემა, რომ ამ თემის რეალური შესწავლა არ ხდებოდა. ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. დავადგინეთ კონკრეტულად რამდენი ადამიანია რისკის ქვეშ, რა მდგომარეობაშია თითოეული კორპუსი, რა კატეგორიის დაზიანება აქვს თითოეულს. ვადა აქვს ამ თითოეულ კორპუსს გასული სამწუხაროდ ყველა ამორტიზირებულია. მაგრამ ასევე ჩვენ საუბრობდით, რატომღაც ამაზე ნაკლებად საუბრობ და ეს არ მიმაჩნია ნაკლებ პრობლემატურ საკითხად,
ეს არის ძველი თბილისი. როდესაც ერთი სახლი რემონტდება და 5 გენგრევა, როდესაც იმ ქუჩებზე გავლა მძღოლებისთვისაც რისკს წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოლოლაკში, მთაწმინდაზე, ძველ თბილისში. ეს არის თემა, რომელსაც არ შეიძლება უბრალოდ უყურო. აქ პრობლემატურია ეს თემები გეთახმებით. რამდენად ეყოფა? არ უნდა დაგვავიწყდეს და ობიექტურობა მოითხოვს, რომ აუცილებლად გავიხსენო პროექტი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელსაც ახორციელებდა მერია და რომელიც სწორედ ძველ თბილისს შეეხებოდა და აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო შეკითხვა, ეს თანხა, ეს 600,000 რამდენად ეყოფა? 600 მილიონი. უბრალოდ 600 მილიონი რამდენად ეყოფა აი ამ პრობლემის მოგვარებას და რამდენი დრო დასჭირდება? კიდევ ერთხელ პასუხი. კონკრეტულად რომ მითხრათ. რამდენად ეყოფა? დაწყებიდან. მე კიდევ ერთხელ ჩვენ გადავწყვიტეთ იმისათვის რომ სრული სურათი დადგეს, იმასთან დაკავშირებით რამდენად ეყოფა და რამდენი თანხა სჭირდება ზოგადად. 600 მილიონი ეყოფა 600 მილიონის სამყოფს. და შეიძლება ეს თემა მთლიანობაში 2 მილიარდი იყოს. შეიძლება იყოს 1 მილიარდი. პირობითად ჩვენ სწორი აქცენტები უნდა დავსვათ. ჩვენი მიზანი ის კი არის, რომ საიდანღაც ავიღოთ თანხა და მე ამ თანხით თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენ სადღაც ფული ვიშოვით. ფულს ყოველთვის იშოვი, როცა იცი, რაში გჭირდება და როგორ უნდა დახარჯო. კარგით, ჩვენი მიზანი ის არის, რომ ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის მდგრადი განვითარება. ქალაქი არ შეიძლება გაშენდეს 5 დღეში, 5 წელში, ან დაამთავრო 5 წელში მისი მშენებლობა. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. უბრალოდ ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის დეველოპერულ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ ამ სფეროში და გვინდა რომ ეს გამოცდილებები შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და რეალურად დავდოთ სურათი თუ რა როგორ და რანაირად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ამასობაში როგორ მოგვარდება იმ ადამიანების პრობლემა, ვინც რეალურად ცხოვრობს ავარიულ სახლებში. ჩვენი მოსაზრება ამ ეტაპზე, ამ პროექტთან დაკავშირებით, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არის სწორედ თქვენი ოპონენტების მხრიდან გარკვეული პრეტენზიები და გარკვეული კითხვის ნიშნები. სამწუხაროა ეს პრეტენზიები არსებობს როგორი ფორმით. ჩემი ოთახი, მათი სამუშაო ოთახიდან არის 20 მეტრში დაშორებული. იმის მაგალითად რომ შემოვიდნენ და აი ეს რომელიმე მემორანდუმი თავის თვალით წაიკითხონ, მათ სურვილებს და განცხადებებს ვისმენ ტელევიზიით. ძალიან ცუდია ეს. და იმდენად დიდი წინააღმდეგობის მომტანი იყო მათთვის ეს ჩვენი მუშაობა, რომ საფრთხე დაინახეს, რომ ხალხს გაუშვდა კარგი დამოკიდებულება ამ პროექტების მიმართ, აღიქვეს როგორც ელექტორატის კარგვა და ამის გამო დაუპირისპირდნენ ამ პროექტებს. მე ვაკეთებ განცხადებას აქედან მინდა უთხრა თბილისელებს და უთხრა მათაც. ეს არ არის თემა, რომელიც პოლიტიკური ჭიდილის საგანი უნდა გავხადოთ. ეს არის თემა, რომელიც ქალაქს ტკივა. ეს არის სცენი, რომელისგანაც უნდა ქალაქი გავგუნოთ. მე მარტო ამ თემას ვერ ავწევ. კარგით. ვერ შემიგუნდი მერიას ევალდებულება და ჩვენ მათ მოვთხოვთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ პილოტ პროექტი. პილოტ პროექტები მოგცემს საშუალებას სრულყოფილად შევისწავლოთ ყველა იმ მიმართულების ნაკლოვანებაც და კარგი მხარეც იმისათვის, რომ როდესაც დაიდება მთლიანი განვითარების გეგმა, სტრატეგიული გეგმა, იმიტომ რომ მშენებელი როდის დაიდება ეს ბატონო? როდესაც დაიდება, მუშაობთ ამ თემაზე. ანუ თქვენ თუ გაინტერესებთ დავიწყეთ თუ არ ამაზე მუშაობა, პასუხობთ რომ დავიწყეთ. დაიწყეთ. თუ გაინტერესებთ როდის დამთავრდება, ყველა ეტაპის შესახებ შემიძლია საზოგადოებას და თქვენც გაცნობოთ რომელ დროს რა ეტაპზე ვიმყოფებით. კი, თუმცა კითხვის ნიშნები ამ პროექტთან დაკავშირებით არ არის მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც აფიორა და ბლეფიც კი უწოდეს აი ამ პროექტს. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ არაბ ინვესტორთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ არ შეუსწავლია და შესწავლის შემდეგ გააკეთებენ უკვე გარკვეულ განცხადებებს. ასევე თეა წულუკიანმა გააკეთა რამდენიმე ხნის წინ განცხადება და მან თქვა ასეთი რამ, რომ დემონტაჟი ძალიან ადვილია, თუმცა რას ააშენებენ და სად მიყავთ აი ეს ხალხი, სწორედ ეს არისო პრობლემაო. პასუხები ძალიან კარგია. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს კითხვის ნიშნები, რატომ გაჩნდა ბატონო ირაკლი და თვლით თუ არა რომ გარკვეული სიცხადის შეტანა იმ ეტაპზეც საჭირო იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და ეხლა კიდევ უფრო მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო. ვასუხობთ. იქიდან გამომდინარე, რომ სპეციფიურად თვითმმართველობა აკეთებს თავის საქმეს და ყოველთვის არ ყავს შესაბამის სტრუქტურები
იმ ეტაპამდე, სანამ არ სრულყოფს იმ მიმართულებას, რასაც საქმიანობს, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ მთავარი მიზეზი, მაგრამ დღეს ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას. რა არის მემორანდუმი? მემორანდუმი არის სურვილების შესახებ ხელშეკრულება, რომ ჩვენ გამოვთქვათ სურვილს, რომ ვჭირდება ასეთი პრობლემებისთვის თანხა. მეორე მხრიდან გამოთქვამენ სურვილს, რომ თუ იქნება კონკრეტული კონცეფცია და მის ქვეშ მდებარე პროექტები, ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკების საგნად ვაქციოთ ეს ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამდენი თანხის მოზიდვა. როდის ჩაერთვებიან აი სტრუქტურები, რომელიც მე დავასახელე ამ ეს ყველაფერში? სტრუქტურები აუცილებლად ჩაერთვებიან უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ კონკრეტულ პროექტს. პირველი ვინც უნდა ჩაერთოს ამ თემაში არის მერია. და მე ვთქვი, რომ თუ მერია დროულად ეხლა ამ თემებში არ ჩაერთვება, ეს ჩიხში შეყვანის ტოლფასი იქნება ამ პროცესის, იმიტომ რომ კონკრეტულად მას ევალდებულება როგორც ქალაქის აღმასრულებელ ორგანოს, რომ ამ პროცესებში კი არ დაუპირისპირდეს, არამედ მოვიდეს და რეალურად დაიწყოს მუშაობა. გააქვთ მოლოდინი, რომ რეალურად ჩაერთვებიან, ან არის უკვე გარკვეული გზავნილები მე გეტყვით, რომ ჩვენ ორი დღის წინ მქონდა მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილესთან პაპუნა პეტრიაშვილთან საუბარი, იქ იყო საუბარი რაღაც მუშაჯგუფი შეიქმნას, ერთობლივ, თუმცა მერიის სამსახურების წარმომადგენლები, არქიტექტურის წარმომადგენლები შესაბამის თემატურ კომისიებთან გადიოდნენ მუშა პროცესს, ისინი თვითონ ესწრებოდნენ, ძალიან კარგად ახსოვთ ალბათ, რომ ყველა იმ პროცესს ესწრებოდნენ და პრეზენტაციასაც თავის თვალით ხედავდნენ და ყოველ შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯების პერსპექტიულობასაც აშკარად ამჩნევდნენ და ეხლა კონკრეტულად, როდესაც საჭიროა მათგან კონკრეტული მოქმედებები, ჩვენ ამას მოვთხოვთ. ჩართულობა რაში გამოიხატება? მზად ხართ, რომ მათი მოსაზრებები გაითვალისწინოთ? ჩვენ კარგად გვახსოვს დაპირისპირება ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ კი მაინც მიაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას. აი ამ შეთანხმებას არა. მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტს აქვს რეგულაციის საშუალება. კარგით. ეს რეგულაცია მაგაზე ნუ გავისაუბრებთ, მაგაზე თქვენი ჩართოთ გქონდა ამ ეთერში და ცნობილია საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი. ამ პროექტთან დაკავშირებით რა ჩართულობაზეა? მზად ხართ, რომ მათი წინადადებები, მათი შენიშვნები გაითვალისწინოთ? ჩვენ საზღვაო პოლიტიკას ეს იქნება ანუ კონსტრუქციული თანამშრომლობა თუ თქვენ რასაც შესთავაზებთ, მათგან უპირობოდ მოითხოვთ თანხმობას? არა. იმპერატიული თანხმობა არავისგან არ გვჭირდება. ეს უნდა იყოს აუცილებლად კონსტრუქციული თანამშრომლობა და მე ხას უზავ. ეს პოლიტიკის მაღლა უნდა დადგეს. აუცილებლად. იმიტომ რომ თემა არ ეხება ერთი დღის და ორი დღის საკითხს, რაც არის არჩევნებამდე და არჩევნების მერე რომ უნდა დამთავრდეს. ეს არის თემა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქალაქს დაუბრუნდეს ის იერსახე, რომელიც 20-25 წლის წინ გააჩნდა და მას არ ჰქონდა საფრთხეები, რომ მოქალაქეები დარჩებოდნენ ღია ცის ქვეშ. დღეს ამ ქალაქს ეს პრობლემა აქვს და ეს არის მთავარი მიზანი და მიზეზიც ჩემი ამ განცხადებების კეთებით. შანსი რომ გაიზარდოს ამის გაკეთების მემორანდუმების მრავალმხრივი მემორანდუმების დადების მიზანი ამაში მდგომარეობს, რომ მე ვეძებ მემორანდუმები არის რაღაც ეტაპი ამ პროექტის განხორციელების. ანუ რაც მეტ ადამიანს გაუჩენა სურვილს რომ ისაუბროს და მან კიდევ ისაუბროს თავის კოლეგასთან, თავის პარტნიორთან, საინვესტიციო სხვა ინსტიტუციებთან, იმისათვის რომ გაუჩინოს სურვილი, რომ კონკრეტულად ჩვენთან არსებობს ეს მოთხოვნა და ბმა, კონტაქტი, ურთიერთობის ფორმა, ამ ურთიერთობას ეხმარება ეს მემორანდუმი. ეს მემორანდუმი არ უნდა იქნეს გაგებული, რომ დღეს მემორანდუმი დავდე და ხვალ საძირკვლის ამოთხრას ვიწყებ. არა, საძირკვლის ამოსათხელად ვაგროვებთ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი მეტი ექნება და კონკურენციაც მეტი იქნება, გესმით? რატომ უნდა იყოს ეს? მე მოვიტანე 3 მემორანდუმი. ერთი ჩინური, მეორე ჩეხური და მესამე არაბული. იმისათვის რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ ამ ერთ კონკრეტულ თემაზე არ მუშაობთ. ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამოცდილების მქონე დეველოპერებთან და ფინანსურ ინსტიტუციებთან. ეს არის მნიშვნელოვანი. ხვალზე კიდევ ამერიკულ ორგანიზაციასთან ვაპირებთ ახალ მემორანდუმის დადებას. მიზანი იმისი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვინდა გავზარდოთ შანსი, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფად დაიწყება. მერიას რაც შეეხება, ამაზეც მინდა გიპასუხოთ. მერიას რაც შეეხება,
უკვე დგება რეალობა და ვალდებულება და საჭიროება იმისი, პაპუნასთან საუბრის დროს ჩვენ ეს თემა გავიარეთ, რომ უფრო მეტად რომ დარწმუნდეს ის დაინტერესებული მხარეები, ვინც მემორანდუმის ფორმატში გამოხატეს ეს დაინტერესება, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ პილოტ პროექტი, სადაც ჩვენ თვითონ დავინახავთ. ჩვენ თვითონ ხართ საკრებულო და მერია ერთობლივად. ანუ ქალაქის ბიუჯეტი. გავიგე. და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აი ამ თანხების ხარჯვის გამჭვირვალობა, ამასთან დაკავშირებითაც გარკვეული კრიტიკული და სკეპტიკური მოსაზრებები ასევე იყო გამოთქმული. სხვათა შორის, როდესაც ბიუჯეტის თემაზე იყო დავა თქვენსა და მერიას შორის, მაშინ თავარი მოთხოვნა ერთ-ერთი იყო სწორედ ის და თქვენც აღნიშნეთ ეს, რომ კონტროლის მექანიზმი უნდა ჰქონოდა აუცილებლად ხარჯვასთან დაკავშირებით. აი ამ შემთხვევაში რა კონტროლის მექანიზმი გაქვთ გათვალისწინებული ამ 600 მილიონთან დაკავშირებით? იქნება თუ არა ეს მონიტორინგი ერთობლივი მერიისა და საკრებულოს, თუ ერთპიროვნულად საკრებულომ უნდა აწარმოოს? პასუხობთ, ეს არის ისეთი მასშტაბის პროექტი და ეს პროექტები ზოგადად ისეთი მასშტაბების არის, რომელმაში აუცილებელია ცენტრალური მთავრობის ჩართულობაც შედგეს. ვინაიდან ამხელა თანხის ინვესტიციის შემოსვლა ვერ განხორციელდება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ზოგადად ქვეყნის მთავრობის გარეშე და ბუნებრივია უკვე ეს სიტუაცია, როდესაც კონკრეტულად იქნება უკვე მომწიფებული იმისათვის, რომ გაახდეს უფრო სერიოზული განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, მათთან ერთად გაფორმდება სწორედაც ის სამუშაო ხელშეკრულებები, იმ ვალდებულებებით, იმ პასუხისმგებლობებით და იმ დაცვის მექანიზმებით, რომელიც ორივე მხარეს სჭირდება ხელშეკრულებისთვის, რაც სჭირდება, რომ საქმე გამოვიდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვთვლობთ თვითმმართველობა, წარმომადგენლობითი ორგანო, რომ ამის მაქსიმალური აჩქარება მოვახდინოთ, ვინაიდან ყველგან წარმოვაჩენთ ამ პრობლემას, როგორც ერთ-ერთ უპირველეს პრობლემას, როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნისთვის. თქვენი ოპონენტების განცხადებით ასევე ინფორმაცია არ არის სათანადოდ გამჭვირვალე იმ კომპანიაზე, არაბულ კომპანიას გულისხმობ, რომელთანაც ერთ-ერთი მემორანდუმი გააფორმეთ ბატონო ირაკლი. გარანტიებზე იყო, გარკვეულ გარანტიებზე. სხვაზე საერთოდ არ იცოდნენ ამაზე გამჭვირვალობაზე მაინც დაიწყეს ლაპარაკი. რა გარანტიებზე შეგიძლიათ თქვენს ისაუბროთ, ანუ რისკებისგან დაცვა როგორ შეიძლება მოხდეს? რისკებისგან დაცვა ხდება მარტივად. ხელშეკრულებას მანამ არ ზოგადად, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული მასშიც და იმაშიც, რომ ეს სწორი პროექტი მიდევს და სწორი კონცეფცია მაქვს ჩამოყალიბებული. ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ, თუ ვინმე საინტერესებს ესე ცნობის მოყარეობის დონეზე, ვინ არის ეს ადამიანი, იმ მემორანდუმების ფარგლებში არის ინფორმაციაც, სრულყოფილად სხვათა შორის დადებული და რატომღაც აცხადებენ, რომ ვერსად ვერ მოვიძიებთ და თქვენ სად ეძებდნენ და ვის ეძებდნენ, კარგად ინტერნეტში არ იძებნებიან. მე ვიპოვე. თუ აინტერესებს ვინმეს, შემიძლია ვაპოვო. სახელი ამ კომპანიის რა არის, ბატონო ირაკლი? ეხლა მოგახსენებთ ამ კომპანიის სახელი, გახლავთ International LLC. ეს კომპანია არის ჰოლდინგი, როგორც და მისი ხელმძღვანელი არის სალემ ალ-შამსი, ჰუმეიდი, რომლის ვიზიტკაც შემიძლია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ვიზიტკის საშუალებით იპოვოთ მისი ადგილმდებარეობა ინტერნეტში. არა, მე არაფერში არ მჭირდება ვიზიტკა, უბრალოდ კითხვებს რო გასცეთ პასუხი, სწორედ ამიტომ ვსვავ ამ შეკითხვასაც. მათი გამოცდილება, მათი კომპეტენცია, რამდენად გადამოწმებული გაქვთ, ამასთან დაკავშირებით არის სწორედ ეს მარტო მე არა, ამ გადამოწმებით ბუნებრივია უნდა დაკავდება კონკრეტული მოქმედებები, როცა დაიწყება. რა თქმა უნდა, ყველა ის ინსტიტუცია ჩვენი უწყება, ვინც ფინანსურ თუ ეკონომიკურ მხარეს წარმოადგენს, ვინცაც მოუწევს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩამოყალიბდებით თუ როგორ და რა მიმართულებით მივდივართ, იმიტომ რომ თავარი ყველაზე ცუდი რაც გააჩინეს ჩვენმა ოპონენტებმა. მოსახლეობაში შეეცადნენ მოეკლათ იმედი, რწმენა იმისი, რომ ეს სერიოზული თემაა. რომ ეს თემა სერიოზულად შეიძლება განხორციელდეს, იმიტომ რომ რაც თვითონ ვერ გააკეთეს, მეაჩნიათ რომ ის არ შეიძლება განხორციელდეს. კი, მოლოდინი მართლაც დიდია მოსახლეობის მხრიდან და ისინი ელოდებიან ალბათ რომ თბილისელებს ერთ რამეს, რომ ყველა ის პროცესი, რაც განხორციელდება და ყველა ის ეტაპი სრულყოფილად ეცოდინებათ
და ვპირდები იმას, რომ ჩვენ ვიშრომებთ მანამ, სანამ ამ შედეგს არ დავაყენებთ. დეტალური ინფორმაცია, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ თბილისელებს იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან ალბათ აი ამ პროექტის განხორციელებას და რომლებსაც ალბათ სურთ, რა თქმა უნდა, თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ დეტალური ინფორმაცია გქონდეთ პროექტის ყველა ეტაპთან დაკავშირებით. კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვთხოვთ მერიას, რომ გამოაცხადოს ახალი პროექტი კვლევა დაუკვეთოს, რომელითაც გავიგებთ ზუსტ ინფორმაციას ამ კვლევის შესახებ გეგმარება როგორ უნდა განხორციელდეს. მეორე, ასევე იქნება საპილოტო პროექტის ანოტაცია, იქიდან გამომდინარე თუ როდის დაიწყება და ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის დავიწყოთ და შევარჩიოთ ერთი კონკრეტული უბანი, აი რომ აგიხსნათ ესეთ სიტუაცია არის ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები, უკვე დანგრეული, დაზიანებული, საცხოვრისთა უვარგისი და აქედან ხალხი გაყვანილია. მათი ქირის ფულის გადახდა ამჟამად მიდის რამოდენიმე წელია. ეს ადამიანები ვერც სახლს შეულობენ და ამ ქირის შემყურენი არიან, რომელსაც უმყოფითანაც ვერ იხდიან. ანუ ამ კითხვებზე რომ სად განთავსდებიანის ხალხი, როდესაც რეალურად პროექტის ერთ-ერთი ვარიანტი, ამაზე გასცემთ პასუხს და როდის? აი ახლა ვგპასუხობთ. ჩვენი მოსაზრებაა ამ წუთას, ჩვენი ვერსიაა ესეთი, რომ ის დანგრეული სახლები, რომელიც ამჟამად უკვე გასახლებულია, მათ ადგილას იქიდან დავიწყოთ ამის განხორციელება, რომ ახალი ნაკადის გაყვანა არ დაგჭირდეს და დამატებითი ხარჯებიც არ იყოს ამისთვის გასაწევი. ოღონდ ამ ყველაფერს გავდივართ ურბანისტებთან, არქიტექტორებთან, ქალაქ გეგმარებლებთან, მშენებლებთან, ადგილობრივთან, რომლებსაც სამწუხაროდ ჩართულები არიან არქიტექტორები და სხვა სპეციალისტები ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, ადგილობრივები, რომლებსაც სამწუხაროდ 9 წელი კარი გამოკეტილი ჰქონდათ წინა ხელისუფლებასაც და თვითონვე აღიარეს, რომ 9 წელია მე არც საკრებულოს შენობაში და არც მერიაში ფეხი არ შემიდგიაო. ეს სპეციალისტები არიან, ვინც ააშენეს ქალაქის 60-70-იან წლებში და 80-იან წლებში. და დღეს არავის აღარ ახსოვს ეს ადამიანების გამოცდილება, ეს არიან ადამიანები, ვისაც შექმნილი აქვს ქალაქის განვითარების გენერალური სტრატეგიული გეგმა. არავინ არ იხსენებდა ამ ადამიანებს და ის არის ზღვა ცოდნა, ზღვა ინფორმაცია და ზღვა გამოცდილება. ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად გავდივართ, ოღონდ ამათთან ერთად გვინდა ის უცხოური დეველოპერული გამოცდილება, მშენებლობის გამოცდილება და ასევე რა ვქვია არქიტექტურული თუ გეგმარებლობითი გამოცდილებაც შევაზაოთ, რომ ძველის დასაყრდენით ახლის შეზავება მოახდინოთ. აი ამას ვცდილობთ. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულწილად ენერგიას იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ამისთვის აუცილებლად გვჭირდება მერია და მერია დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ამ თემაში ჩაერთვება. ბატონო ირაკლი, ვადებთან დაკავშირებით თუ გააქვთ უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მემორანდუმების დონეზეა, როგორც მე ახლა გავიგე ეს ყველაფერი, თუ გააქვთ უკვე რაღაც გარკვეული ვადები თქვენ გაწერილი თუნდაც თქვენთვის და თუ შეგიძლიათ რომ ჩვენს გავიზიაროთ და იმ ადამიანებსაც ვისაც ეს აინტერესებს. სავარაუდოდ ჩვენ პირველი პილოტ პროექტის დაწყება უნდა მოვახერხოთ ზაფხულის შუა პერიოდში. რამდენ ხანს მოიცავს ეს ზაფხულში დაწყებული პირველი პილოტ პროექტი? ეს არის დაახლოებით 1-5-6 ხრუშოვკის, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკის ადგილას განაშენიანების, ეგრეთ წოდებული გერგე შექმნა იმისათვის, რომ დავინახოთ რა სიმაღლის, რა ზომის შენობები უნდა აშენდეს, სად უნდა განთავსდეს სკოლა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი სიმაღლით წავალთ, სად უნდა გაკეთდეს ბაღი, როგორი ქუჩები უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქუჩაზე გამტარიანობა ნორმალური იყოს, როგორი მიწისქვეშა კომუნიკაციები დაჭირდება ამ ყველაფერს, სივრცითი მოწყობა როგორი ექნება. ჩვენ ისე ჰაერზე ამ თემას არ ვწავთ. სად განხორციელდება ეს საპილოტო პროექტი? უკვე განსაზღვრული გააქვთ? ვარაუდობ, ჯერ არ ვიტყვი. კარგით. და ასევე მაინტერესებს აუცილებლად. იმედია ოპონენტები არ იტყვიან, რომ არ იცის და იმიტომ არ ამბობს. უბრალოდ ჯერ არ ვიტყვი. თქვენი ნება რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვათ, შეგიძლიათ არ თქვათ. და კიდევ ერთი თემა, საპილოტო პროექტის განხორციელება ალბათ რა თქმა უნდა ითვალისწინებს ადამიანების განსახლებას. განსახლებულები არიან იქიდან ეს ისინი უკვე განსახლებულები არიან. ამაშია საქმე და ძალიან დიდი ხანია ძირ გავარდნილ ქოლში ვიხდით ფულს და არა მარტო ისინი, ბევრი ადამიანია ესე განსახლებული, რომელიც იღებს ქირის თანხას და სამწუხაროდ ეს ქირის თანხა არც ყოფნის იმაში, რომ ქირაში რაც ფულს იხდის, მთლიანად დააფინანსოს. კიდევ ფულის დამატება უწევთ ამ ადამიანებს.
ძალიან ცუდი მდგომარეობა და ამას ძალიან გულგრილად უყურებენ. სულ ყოველდღე ხომ არ შეიძლება იზარდოს ქირით გასაყვან ადამიანთა თანხა ბიუჯეტში. ეს ხო სადღაც ზღვარ დადებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს თანხა რეალურად მათ ბედს უკეთესობისკენ არ ცვლის და ჩვენ კიდე ბიუჯეტში უაზროდ გამოგვდისო ფულს ხარჯავთ. ამიტომ ვთვლი, რომ ამის დახანება არ შეიძლება. რაც მეტ დროს წელა და ანუ დაწყება ამ პროექტის დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რომ მერია რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება პროექტში. ბუნებრივია, იმიტომ რომ აღმასრულებ მან უნდა გამოაცხადოს აწი კონკურსები და ტენდერები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროა, რომ საპილოტო პროექტი და სამომავლოდ ის დიდი დეველოპერული პროექტი და კონცეფცია შემუშავდეს და ამ კვლევას კონკურსის გამოცხადება ჭირდება. საბოლოოდ ეს პროექტი როდის დამთავრდება თქვენი ვარაუდით? ეს ვადაცობა ზოგადად ჩემი ქალაქის აღშენებლობა არასდროს არ დამთავრდეს. ყოველ დღე მიმდინარეობს. თუმცა ეს საკმაოდ კონკრეტული პროექტია. ეს ყოველ დღე სამუშაო ადგილებია. გასაგებია, თუმცა ეს საკმაოდ კონკრეტული პროექტია, ბატონო ირაკლი და ალბათ მაშინ როდესაც ამ პროექტზე თქვენ რომ იცოდეთ ფიქრობდით, ახლა ის მასშტაბები რამხელა მაშინ ვადებზეც იფიქრებდით. არა, თქვენ რომ იცოდეთ რამხელა მასშტაბების სამუშაოა გასაწევი, ვადებზე არ დამელაპარაკებოდით. კარგით. და ერთი კითხვა კიდევ ახლა პროდიუსერი მატყობინებს, რომ ჩემი გადაცემის Facebook გვერდზე მოსახლეობის კითხვები შემოდის, როდესაც უყურებენ გადაცემას, მათ ყოველთვის უჩნდებათ ხოლმე კითხვები იმ ადამიანებთან, ვინც არის ჩვენთან სტუმრად და თქვენთან მათ აქვთ ერთი შეკითხვა, ეს ეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს, ანუ აინტერესებთ ბიუჯეტში აქამდე ეს თანხა არ არის. ხარჯვითი ნაწილიდან 3 მილიონი რატომ ამოიღეთო? კითხვა მაშინ მდგომარეობს. ვინ თქვა რომ ხარჯვითი ნაწილიდან? ვინ არის გვარი და სახელი თუ შეგიძლიათ მითხრათ? მაყურებელია. ეხლავე ვთხოვ იმ მაყურებელს, რომ ხვალ მობრძანდეს და მაჩვენოს ბიუჯეტში სად იყო 3 მილიონით მეტი და ვინ ამოიღო 3 მილიონით ნაკლები. უბრალოდ აქ არის საუბარი, რომ 3 მილიონი კორპუსების მშენებლობის გათვალისწინებლად იყო დასასრულებლად იყო გათვალისწინებული. დიახ, ჩვენ გავაერთიანეთ 2-3 მილიონი და იქ 6 მილიონი დევს. უბრალოდ ქვემუხლებშია ეს ჩაშლის სხვადასხვა მიმართულებით. თუ მას ამ პიროვნებას მე არ ვიცი ვინ ბრძანდება, მობრძანდეს და ხვალ დეტალურად აუხსნის საფინანსო საბიუჯეტო კომისია, რომ ეს თანხა არსად არ ამოღებულა, უბრალოდ გამსხვილება მოხდა ერთ მოხში, სადაც ქვეპროგრამებით არის ჩასლილი. იმიტომ არის ჩასლილი, რომ თვითონ ქვეპროგრამაზე ვალდებულება აქვს მერიას ცალკეული პროექტი შემოიტანოს და ვერ მოახერხოს ერთიანად ამ თანხის ისე გახარჯვა, რომ ქვეპროგრამებში არ იყოს ეს. ანუ ეს პროექტი განხორციელდება და სრულდება და ამ ადამიანების რასაც ეყოფა ის თანხა ამ წელს რაც არის ჩადებული ბიუჯეტში, ბუნებრივია ეს განხორციელდება. და ჩვენ დაუნერგეთ ის წესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს და საკმაოდ სწრაფად გაგრძელდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანები ათეული წლებია მოტყუებულებია. და კიდევ ერთი შეკითხვა, ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაგისვათ ეს შეკითხვა, ბატონო ირაკლი. გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუზი დაიხურა და რომ იქ უნდა აშენდეს საცხოვრებელი კორპუსი. თქვენ თუ დაინტერესდით ამ თემით, ან თუ იცით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ, ყოველ შემთხვევაში დაინტერესდებით თუ არა ამ თემით? არა, დაინტერესდები. თუ არ იცით? არა, არ ვიცი და დავინტერესდები, ბუნებრივია. დღეს არ ვიცი, ხვალ მაინც გავიგებდი ამ ამბავს, რომ არ დავინტერესდე კიდეც. ან აქ, ან ჩემთან სამსახურში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა ის პროექტი, რომელიც იწყება, ბუნებრივია, რომ ჩვენი ინტერესის სფეროს ვერ გასცდება. იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პროექტი მერიამ ისე განახორციელა, რომ გამოიწვია წინააღმდეგობები. თუმცა მეორე მხარეც დავინახე, რომ ხშირად ხელოვნურად არის ეს წინააღმდეგობების გაჩენილი. ამ ტერიტორიას კერძო მფლობელი ყავს და საუბარი მედიაში და სოციალურ ქსელებში იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა აუზის ნაცვლად და ამ სპორტული კომპლექსის ნაცვლად საცხოვრებელი სახლები აშენდეს. თქვენი დამოკიდებულება როგორია წინასწარი, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებს არ იცნობთ აი ამ ყველაფერს, მაგრამ გვპირდებით, რომ აუცილებლად გაეცნობით, როგორ ფიქრობთ, მართებულია იქ, სადაც არის სპორტული კომპლექსი, საცხოვრებელი სახლების აშენება? მოდით გავეცნობი ამ პროექტს, რამდენად სრულყოფილია ეს პროექტი. შეიძლება ის საცხოვრებელი კომპლექსი თავის თავში აუზსაც მოიცავს.
ესეც არ არის გამორიცხული და კიდევ სხვა საინტერესო დანამაც რაც ჭირდება საცხოვრებელ კომპლექსს. მე გავეცნობი და ვიმსჯელოთ იქიდან რა არის უფრო კარგი და რა იმიდან რაც არ ვიცი წინასწარ. კარგით. დიდი მადლობა იმისთვის რომ გაეცით ჩემ შეკითხვებს პასუხი. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად დაგველოდეთ. რას ფიქრობს ქალაქის განვითარებაზე ოპოზიციის მერობის კანდიდატი? ჩაშლილი პრაიმერი ნაციონალურ მოძრაობაში და ნიკამელიას პირველი კომენტარი თბილისის მერის ფუნქციებსა და საკუთარ შანსებზე. მთაწმინდის გამგებელი სტუმრად პირველ სტუდიაში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამჯერად მთაწმინდის გამგებელი ნიკამელია ჩვენი სტუმარი. ბატონო ნიკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა თქვენ პირიქით. თუ არ ვწდები პირველად ხართ ჩემ სტუდიაში. თქვენთან დიახ, პირველად ვარ. ძალიან კარგი. ბატონო ნიკა, პირველ რიგში რა თქმა უნდა იმ ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომელზეც ახლა ვრცლად ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მერია რომ ჩაერთოს ამ პროექტში, გულისხმობ ხრუშჩოვკების ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა ჩვენ ამ ინფორმაციის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთვენიერ დღეს, როდესაც მოეწყო ბრიფინგი საკრებულოში, დახურულ კარს მიღმა მოეწერა გაუგებარ მემორანდუმს, რომლის საქმის გულშიც იყო მხოლოდ ბატონი ირაკლი შიხიაშვილი, არავინ, არც ერთი შესაბამისი სამსახურის უფროსი მერიაში, არც ერთი ურბანისტი, არქიტექტორი ამ საკითხის ირგვლივ ინფორმირებული არ ყოფილა, მეტიც ჩემი ინფორმაციით არც ერთი დეპუტატი საკრებულოში, როგორც ძირითადად, ასე ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენლები და მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებიც არ ყოფილან საქმის გულში. თუმცა ეხლა ღია შეთავაზება ამეთშიც იყო, ღია შეთავაზება რომ ჩაერთოს მერია, ნორმალური პროცესია, მე თავიდანვე გეტყვით, რომ არანაირი უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს მსგავსი მემორანდუმზე ხელის მოწერის არ ქონდა. ეს არის პირდაპირ თბილისის მერის უფლება მოსილება. ეს ერთი, რაც არ უნდა გაეკეთებია მას, სულიად გაუგებარ მემორანდუმს მოაწერა ხელი გაუგებარ ადამიანთან, პირდაპირ გეტყვით, ეხლა ბატონი ირაკლი კი საუბრობდა, რომ მისი, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირება შესაძლებელია სავიზიტო ბარათით, რომელიც შემოგთავაზეთ თქვენ, მაგრამ აი მართლაც არ იძებნება კომპიუტერული ყველაზე გავრცელებული სისტემა Google-ს, რომელსაც ეძახიან, იქ ადამიანი რეალურად არ იძებნება. ადამიანი, რომელიც ახორციელებს 600 მილიონი ლარის ინვესტირებას, სულიად გაურკვეველ ბუნდოვან პროექტში, რაც სამწუხაროდ, რასაც დღის სინათლე არ უწერია და რასაც ადასტურებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების გეტყვით, მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის წმინდა წყლის უტოპიური პროექტი. ძალიან გამიხარდებოდა ეს პროექტი რომ იყოს რეალური. ნამდვილად გამიხარდებოდა, მაგრამ არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც გამორიცხავს ამ პროექტის განხორციელებას. ეხლა წარმოვიდგინეთ, ჯერ ერთი ადამიანი იძახს რომ 600 თუმცა მე რამდენადაც მახსოვს ადრეც იყო მსგავს პროექტების განხორციელებაზე, მსგავსის საუბარი შესაბამისად ეხლა რატომ არის მსგავსი პროექტები ვერ განხორციელდა პოსტსაბჭოთა ისეთ ქვეყნებში, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ჩვენზე გაცილებით დიდარ ქვეყნებში, როგორიც არის ბულგარეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ, ვერ განხორციელდა, ვინაიდან წარმოვიდგინეთ ეხლა როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი, როდესაც ინვესტორი იძახის, რომ კი ბატონო, ეხლა მე 600 მილიონით კი არ ჩამოვდივარ. პროექტის სანაცვლოდ ვითხოვს სახელმწიფოსგან გარანტიას. სახელმწიფოსგან გარანტიას რო ითხოვს, ფინანსთა სამინისტრო ელემენტარულად საქმის გულში ხომ უნდა იყოს. დარწმუნებული ამ გარანტიას იგი ვერ გასცემს. რაში გამოიხატება სახელმწიფოს გარანტია? გარანტად უნდა ჩაუდგეს, რომ თუ კი ააშენა პირობითად ამ ინვესტორმა ეს ბინები, დაუშვათ 4000 ბინა თუ ააშენა ისნის რაიონში, ეს 4000 ბინა უნდა გააყიდიოს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა რამდენი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკებია, ძირითადად ვაჟა-ფშაველაზე არის, დაახლოებით 180-მდე ხრუშოვკაა. დიღმის მასივშია, სანზონაშია, თემქაშიც არის, თემქაზეც არის, მაგრამ ძირითადად არის ვაჟა-ფშაველაზე, ხო? 180-მდე ხრუშოვკის ტიპის კორპუსები. 2300 კვადრატი არის საცხოვრებელი ფართი თითო კორპუსში. იქ არის ძირითადად ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები, ხო? მაქსიმალური ფართი არის 70 კვადრატული ბინა. იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი გახდეს ეს პროექტი ნებისმიერ ინვესტორისათვის, ხო, ქველმოქმედი ხო არა, ეს არის ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ჩადოს ფული და იქიდან დივიდენდი მიიღოს. თქვენ კონკრეტულად იცნობთ უკვე პროექტს, არა, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არც კი არსებობს. ანუ აი ამ ყველაფრის შემუშავებაში მარტივად ჩამოვაყალიბებ 2 რიცხვით თუ შეიძლება
3 და 5 სართულიანი корпуსებია ხრუშოვკის, ხო, ყველა მოიცით ცნობილი, რომელიც 60-ან 80 წლებში აშენდა, ძირითადად ეს საბინაო პრობლემა რო გადაწყვეტილიყო დროებით. ეხლა იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს, მინიმუმ 4-ჯერ მეტი საცხოვრებელი ფართი უნდა გაჩნდეს. ანუ 2300 კვადრატია დაახლოებით საცხოვრებელი ფართი, 45 ბინა არის ერთ корпуსში სტანდარტულში ხრუშოვკაში. 4-ჯერ მაღალი შენობა უნდა აშენდეს, დაახლოებით 20 სართულზეა საუბარი. იმ სიმჭიდროვეში, ხა ვაჟა-ფშაველაზე წარმოიდგინეთ, 180 ხრუშოვკის ნაცვლად დღეს ჩვენ ხვალ რომ მივიღოთ 20 სართულიანი 180 корпуსი. ეს გამორიცხული, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი კომუნიკაცია, ეს გამწვანების ზოლია, ყველაფრის სტანდარტის დაცვა უნდა, არც ერთი ურბანისტი ამაში ჩართული არა. თანხა მოგება ხო უნდა დაჩეს ბიზნესს. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე საუბრობს, რომ ამაში ჩაერთვებიან ეს ადამიანები ბატონი. ამაში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ ჯერ, არა საკრებულოს თავმჯდომარე, არა მერი ის შესაბამისი სამსახურები და მერის უფლებამოსილება არ არის უფლება. თუ მოხდა ამ ადამიანების სპეციალისტების ჩართვა მერიამ ზადარის თუ არა მიიღოს მონაწილეობა. და არის მაგ და გამოვა დღის სინათლეზე პროექტი და არავინ არ იცის ამ დახურულ კარს მიღმა განხორციელდა ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა. მემორანდუმებზე ხელის მოწერებში მართლაც ბადალია ყავს საბედნიეროდ, მაგრამ სამწუხაროდ საქმეში არ ითარგმნება მათი ქმედებები. ისინი არიან პროცესზე ორიენტირებული. მემორანდუმებს კი ბატონო აწერენ ხელს, კომისიებს ქმნიან, საბჭოებს ქმნიან, მაგრამ სამწუხაროდ ამის მიღმა ვერ მიდიან. სრულიად უტოპიურია. მე ვიცი, განწყობა თბილისი პატარა, საქართველოს ზოგადად პატარა ცენტრალურ ხელისუფლებაში საბედნიეროდ მოიძებნება ხალხი, ვინც ამას უტოპიურ პროექტს უწოდებს. არავინ არ იცოდა გარდა მე მგონი ორი ადამიანისა ამის შესახებ და რას ემსახურება ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ემსახურება წინასაარჩევნოდ ხმებზე ნადირობას. ვინაიდან შენ ჯერ უნდა კონცეფცია დადო, მე ასე მესმის და მე გაახმაურო, მე მოიწვიო დაუშვათ პრესა, მედია და ამის შესახებ ისაუბრო. მოეწერა სრულიად გაუგებარ მემორანდუმს, სრულიად გაუგებარ ინვესტორთან და ეხლა მიდის ჟაბაასი, რამდენად რეალური და ეხლა უნდა ჩავერთოთ. მე კი ბატონო, ჩავერთვები და დავამტკიცებ. ღმერთმა ქრავს, მხოლოდ გაგვიხარდება, რა თქმა უნდა, უტოპიურია. გავიგე თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანი, როდესაც სხვა საკითხებზეც მინდა დავსვა შეკითხვები, ჩაშლილ პრაიმერთან დაკავშირებით მინდა კითხოთ პირველ რიგში. მიუხედავად თქვენი და ასევე გიორგი ვაშაძის განმარტებებისაც, მაინც რჩება ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები, ანუ კანდიდატურის მოხსნა გიორგი ვაშაძის მხრიდან. ეს ხო გარკვეული უთანხმოების შედეგი თუ რეალურად მართლაც რაღაც გარკვეულ პრაგმატულ გათვლებთან იყო დაკავშირებული და არის დაკავშირებული. იო და თავშევით არანაირ უთანხმოებას არ ქონია ადგილი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეხება მე და გიორგის ეხება საუბარი, მე და გიორგი რამდენიმე წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ ერთად მუშაობდით იუსტიციის სამინისტროში. უბრალოდ გიორგიმ ჩათვალა და განმარტა ეს, რომ ამ ეტაპზე ჟობდა რომ მას დაეთმო ჩემთვის ეს ასპარეზი და იგი აქტიურად იქნება ამ კამპანიაში ჩართული თბილისში, ძალიან აქტიურად იქნება, ვინაიდან მისი გამოცდილება, მისი ენერგია ძალიან საჭირო არის და გარდა თბილისისა, იგი იქნება ძალიან აქტიური სხვა ქალაქებში. მოგესალმებათ, რომ ეროვნულ დონეზე ტარდება არჩევნები და ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ანუ აი ამ ქალაქებში გიორგის უნდა. თქვენსა და გიორგი ვაშაძეს შორის უთანხმოებაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარი იყო და პრესაშიც არის ხოლმე ამაზე საუბარი გარკვეულ უთანხმოებაზე ნაციონალურ მოძრაობაში. გიორგი ვაშაძემაც აღნიშნა, რომ რაღაც მენტალური დაპირისპირება არის გუნჩიო, ანუ ეს ხომ არ იყო მენტალური დაპირისპირებაში არ ვიცი რას გულისხმობდა გიორგი, თუმცა გიორგის დახმარებით და არ მხოლოდ გიორგის დახმარებით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა შიგნით პოლიტიკურ გაერთიანებაში, რისი ერთ-ერთი პროდუქტიც გახლავთ პრაიმერისი, რომლის ანალოგია ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა, ეს პირველი პრეცედენტია. პრაიმერისი არ ჩატარდება მერობის კანდიდატის გამოსავლენად, ვინაიდან გიორგი ჩემს სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, თუმცა მთელი რიგი ასე ვთქვათ მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენად ტარდება რამდენიმე ოლქში, თბილისში, რაიონში. ასე რომ ეს პროცესი გრძელდება და უკვე მე ვთვლი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმულია, რისი
ასე თქვათ, დამსახურება გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, გიორგის ეკუთვნის, იმიტომ რომ გიორგის იდეა იყო თავიდან ბოლომდე ამ პრაიმერისის ჩატარება. აი, ქართული ოცნების კანდიდატების მისამართით ნაციონალური მოძრაობის წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან და გამოცდილებაზე აპელირებენ ხოლმე ძალიან ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური გამოცდილების სიმწირე არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი ამ კრიტიკული განცხადებების ერთ-ერთი მიზეზი. თქვენს გუნდშიც ხომ არიან თქვენზე უფრო გამოცდილი კანდიდატები, რატომ გაკეთდა თქვენი აზრით, თქვენი შეფასება მაინტერესებს, გათვლა მაინც და მაინც თქვენზე ნიკა მელიაზე. ისე აქ არ შემიძლია არ თქვა, ანუ გათვლა, როდესაც პრაიმერისი გამოცხადდა და როგორც გიორგიმ, ასე მე დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღო მონაწილეობა პრაიმერისში. შეიძლება ყოფილიყო 3, 4, 5, 6 კანდიდატი. ასე რომ ის რომ ხა პოლიტიკურ გაერთიანებაში შეიკრიბა პირთა წრე ან ჯგუფი და გადაწყვიტეს რომ მე უნდა ყოფილიყავი ან გიორგი მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია. იცით რა არის პირდაპირ გეტყვით ეხა როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ გამოცდილებაზე ან გამოცდილობაზე გააჩნია რავს გულისხმობთ დეფინიციას როგორია ჩვენთვის პოლიტიკა. ჩემთვის მაგალითად იცით პოლიტიკა არის ის საქმიანობა, რითიც მე ვარ დაკავებული უკანასკნელი წელიწად ნახევარია. კონკრეტულად ვარ იმ მორებში, სადაც ხდება თბილისელების პრობლემების გადაწყვეტა. ჩემი პოლიტიკა გახლავთ თბილისელების პოლიტიკა და ჩემი პოლიტიკა გახლავთ თბილისი. ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე ვსაუბრობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკა მე ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის ყოველდღიური პრობლემები, რომელიც აწუხებთ თბილისელებს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე თავს პოლიტიკოსად ვთვლი, ვინაიდან ჩემი პოლიტიკა აი საქმიანობაა, მაგრამ ფართო გაგებით პოლიტიკა მე ამ ეტაპზე მართლა არ მაინტერესებს. მაინც უფრო პოლიტიკაა თუ მენეჯერობა, აი თქვენს ხსნენია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევითი თანამდებობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამდებობაა. მაგრამ აი ნახეთ, გააჩნია ხშირად არის ხოლმე და ამასთან დაკავშირებით თქვენს რა თქმა უნდა ხსმენიათ, რომ მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა თუ ის უნდა იყოს რაღაც მენეჯერული თანამდებობა. პოლიტიკოსობა არ არის დღეს ძალიან რთული. პოლიტიკოსობა, ეხლა დღეს საკრებულოში რამდენი პოლიტიკოსი ყავს? თქვენი აზრი პოლიტიკოსობა რა არის განსხვავდება ჭახე პოლიტიკური ფიგურა თუ ეს მენეჯერის თანამდებობა. მერი ნებისმიერი არჩევითი განსაკუთრებით მერი, როდესაც არჩევითია თანამდებობა, ის არის თავისთავად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამდებობა არის უკვე. მაგრამ ჩემი პოლიტიკა სწორედ რომ სულ სხვა რამ არის, ვიდრე შეიძლება თქვენ გეგონოთ. ჩემი პოლიტიკა არ არის ურთიერთ კიშკიშბობა, არ არის კომპრომატები დღენია და სირბილი, არ არის გაურკვეველ მემორანდუმებზე ხელის მოწერა, რომ მივიღოთ დივიდენდები წინასაარჩევნოდ და ელექტორატი რამენერად მოუნუსხოთ. ჩემი მართლა პოლიტიკა უნდა იყოს და არის იმ პრობლემების გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული, რაშიც ვარ მე ჩართული უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ზოგადად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში თბილისელების, ასე ვთქვათ, მომსახურებას ვეწევი მე. ამიტომ ეს ნამდვილად ამ შემთხვევაში არის პოლიტიკოსობა. მაგრამ გააჩნიათ ვინ როგორ უყურებს. ბატონი ირაკლი შიხიაშვილი დარწმუნებული ვარ, მე სხვანაირად უყურებს პოლიტიკას. მე სხვანაირად უყურებ პოლიტიკას. თქვენ ირაკლი შიხიაშვილი მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტად? ხშირად ახსენებთ ბატონი. არა, იმიტომ ირაკლი იყო ხა ჩემამდე და ამიტომ მოვიყვანე ზოგადად. ირაკლი შიხიაშვილი თუმცა თქვენი ერთი განცხადება, რომ ნარმანიას არჩევის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრასო, ნარმანია მადლობა, თქვენ კი თბილისელებს. ეს რას ნიშნავს? ანუ თქვენ თვითონ რომ თქვენ ხართ თბილისელების არჩევანი და ნარმანია არა? არა, იცით რა განსხვავებაა ეხლა ძირითადად ჩვენ ვნახეთ როგორ იქნა წარდგენილი სახელმწიფო კანდიდატი, ხო? თელმა საქართველოს ეხლა თქვენ ხომ გულწრფელად იცით როგორ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ ის უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კანდიდატი. არავისთვის არ უკითხავს იმ ერთ ადამიანს, ხო? ეხლა გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ იმ ერთ ადამიანზე კიდე. თქვენს გუნდშიც თქვენზე მიიღეს გადაწყვეტილება ბატონიკა. ჩემ გუნდში ორ კანდიდატ შორის გაკეთდა არჩევანი ჩემზე, შეჭერდა ვინაიდან გიორგი ვაშაძემ ჩემო მეგობარმა მოხსნა კანდიდატურა ჩემს სასარგებლოდ. მეტი კანდიდატურა ნამდვილად არ ყოფილა. და იმ ერთადმა ადამიანმა დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი რამდენიმე თვის წინ და ახლობლად 1 წლის წინ და მე მართლაც არ შემიძლია ორი სიტყვით უკოლოდ შევეხები ამას. უბრალოდ ადამიანურად ეხლა მართალია მე ხმა არ მიმიცია
ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის, მაგრამ მიმაჩნია ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი და გუშინ უბრალოდ მართლაც შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ვინაიდან მე მიმაჩნია სულად მიუღებელია ნებისმიერი მოქალაქისგან ასეთი კრიტიკა, მით უმეტეს მან ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ იგი არის ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც არ უნდა იყოს ჩართული. ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატურა არის დავით ნარმანია, თქვენ თვლით, რომ ის არ შეიძლება იყოს თბილისელების მიერ არჩეული მერი? მე იმ კონკრეტული ფრაზით ვიგულისხმებ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ანგარიშვალდებული ვიქნები პირველ რიგში თბილისელებთან და პირველ რიგში თბილისელებს გადავხვდი მადლობას, მაგრამ დავით ნარმანიას გამარჯვების შემთხვევაში, ეხა ის ანგარიშვალდებული, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილთან იქნება, სამწუხაროდ ამაში ხო ერთი არ გვეყარება და ანგარიშვალდებულიც იქნება, აი ეს ვიგულისხმე იმ კონკრეტულ ფრაზაში. თუმცა ისიც ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, მაგრამ ანგარიშვალდებული იქნება და მადლობას გადავხდის ჯერ სატელეფონო ზარით იმ ერთ ადამიანს და მერე გადავხდეს აი ეს ვიგულისხმე მე. ბატონიკა, კიდევ ერთი განცხადება თქვენი, თქვენ ასე განაცხადეთ, რომ ნარმანიას არ აქვს ის გამოცდილება, რაც საჭიროა თბილისელების კეთილდღეობისთვის, მისგან განსხვავებით მე თბილისელების პრობლემებს უკეთ ვიცნობ. პრობლემის ცოდნა, მათი ეფექტურად მოგვარების ცოდნასაც გულისხმობს ბატონიკა? რა თქმა უნდა, მე ამის შესაბამისი ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც, რითიც 24 საათი ვარ დაკავებული, უკანასკნელი წლებია. და რაც შეიძლება ხა არ მინდა ესე გამოვიდეს რომ ჩემს ოპონენტზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია რეალურად. სახელმწიფო კანდიდატმა რეალურად თბილისში ყველაზე სამი დიდი მსხვილი პროექტი ელემენტარულად ვერ განახორციელა და შეაჩერა. ეს არის მაღალი კორპუსთან მეტროსადგური, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო, უნდა გაგრძელებული იყო, მაგრამ დააკონსერვეს და სახელმწიფოს ეს თანხად უჯდება დღეს. ვებხვი და მოყმის ძეგლთან ხიდი, რომლის პროექტიც მზად იყო, არაფერი წინ არ ედგა, უბრალოდ უნდა დაეწყოთ ამის მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც დააკავშირებდა ორ სანაპიროს ერთმანეთთან, მაგრამ რაღაცა სამწუხაროდ კოჭლი არგუმენტით უბრალოდ დაიწუნეს დიზაინი და არ განახორციელეს და შემოვლითი რკინიგზა. სადაც ათასობით ადამიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩემს ეთერში ისაუბრა დავით ნარმანია, მაშინ როდესაც ამ პროექტის შეჩერებაზე ხმაური ატყდა ამ პროექტების, რომელიც თქვენ დაასახელეთ და მე მახსოვს, რომ მან განაცხადა, რომ ეს პროექტი ამ პროექტებზე უარი არ თქმულა, ეს პროექტები უბრალოდ შეჩერდა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული შესწავლას საჭიროებს და შემდგომ განხორციელდება. ორი წელიწადი საკმარისი დროა, რომ განხორციელდეს და ათასობით ადამიანი უნდა ყოფილიყო ამ ობიექტებზე დასაქმებული, ათასობით ადამიანი უნდა დასაქმებულიყო და საჩო საბადოებელი უნდა მოეპოვებინა ამ ობიექტებისგან. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ მენეჯერული თვისებები ჩემის გადმოსახედიდან ნაკლებად შეემჩნევა ადამიანს, რომელსაც ასაღებს ერთი ადამიანი, რომ იგი არის მენეჯერი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თბილისელების გადასაწყვეტი იქნება, ეს სამთვიანი მარათონი სწორედ ამიტომ არის კამპანია საარჩევნო მისთვის არის, რომ მე დავარწმუნო თბილისელები. და როგორ დაარწმუნებთ? რა პრიორიტეტებზე ისაუბრებთ, ბატონიკა? როგორ აპირებთ თბილისელების დარწმუნებას? იცით, კამპანიის დროს. თბილისელების დარწმუნებას მე ნამდვილად მე მინდა თბილისელებში ვიგულისხმო, მე ვიქნები ბედნიერი მერი და მე არ მინდა ვიყო ის მერი, რომელიც მოიპოვებს ხარდაჭერას მხოლოდ ცალკე აღებული რომელიღაცა პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერებისაგან. მე მინდა ვიყო თბილისის ის მერი, რომელიც მოიპოვებს ხარდაჭერას ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანისაგან. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დავარწმუნო, მე მიხარია, რომ დღეს საარჩევნო კამპანია ჯერ არ ასე ვთქვათ გახურებულა და მე მიხარია, როდესაც ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერები დგანან, ვინაიდან მათ იციან, რომ ჩვენ რეალურად საქმის გეთება შეგვიძლია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელებმა დაინახეს, რომ თბილისი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ ცალკეებული პოლიტიკური გაერთიანება და ზოგადად პოლიტიკა. როდესაც საქმე ეხება თბილისს, აქ ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერი ხარ, თუ მეორე პოლიტიკური გაერთიანების დასაჭერი ხარ, თუ მესამე, ამას ნაკლებად მნიშვნელობა ენიჭება და მე ამ ტენდენციებს მზარდს ვხედავ. და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული ჩემს ძალებში, დარწმუნებული ვარ, რომ მე შევძლებ
სახელმწიფო კანდიდატის დამარცხებას არა მხოლოდ ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერების მეშვეობით. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და მეცაც გეტყვით, ესე თუ გააგრძელა ცენტრალურ ხელისუფლებამ, ჩვენ შეიძლება მოგებაც არ დაგვჭირდეს რეალურად მათ წააგონ, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ, ასე თქვა, ბევრი წარმატებების კვალდაკვალ, ბევრი შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა და რეალურად მათ წააგეს და არა მათმა ოპონენტებმა მოიგოს. ჩემი პრიორიტეტები იქნება თბილისელებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. ჩემი რა აწუხებს დღეს თბილისს? უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გვინდა არ გვინდა ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მოხდა თბილისის მოდერნიზაცია. აშენდა გვირაბები, ესტაკადები, ბევრი რამ გაკეთდა. მაგრამ თბილისში ძალიან ბევრი პრობლემა ექნება ფეხით მოსიარულე თბილისას დღეს. რეალურად ძალიან ბევრი კომფორტი შეიქმნა, თუმცა ეს კომფორტი რეალურად ესადაგება უფრო მანქანით მოსიარულეთა და მძღოლებს. ნაკლებად იგრძნობა ეს კომფორტი ფეხით მოსიარულეთათვის და მე ვაპირებ რეალურად ამ პრობლემის გადაჭრას. ერთი, აუცილებლად 100.000 ადგილი პარკინგისთვის უნდა გაკეთდეს თბილისში, რომ განიმუხტოს თბილისი. მანქანა არ უნდა უშვიდეს ხელს ადამიანს. მანქანა არ უნდა იდგეს ფეხით მოსიარულეთა ადგილზე. მანქანა უნდა იყოს იქ, სადაც თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში დგას. ეს არის მიწისქვეშა პარკინგი, ეს არის მიწისზედა პარკინგი. 100.000 ადგილი შეიქმნება ჩემი მეურობის პირობებში, განიმუხტება, ეს პრობლემა მოგვარდება და ამით იხეირებს როგორც მძღოლი, ასევე ფეხით მოსიარულე. გასაგებია. თქვენ ვცლად გექნებათ საშუალება ჩემეთერებში, მაშინ როდესაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. მე ძირითად მიმართულებებზე ვეცდები ეხლა უბრალოდ რომ მე სხვა კანდიდატებთანაც ერთად და ასევე ცალ-ცალკე თქვენ ყველანი იქნებით ჩემი სტუმარი, მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად 1 წუთი არც კი მაქვს 30 წამი მაქვს უკვე და ძალიან მოკლედ მინდა მიპასუხოთ ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რეალურად იგეგმება თუ არა მართლაც ლაგუნა ვერე წარმოადგენს ერთ-ერთ აქტივს ქართულ ჯგუფისა, სამწუხაროა რომ დადგა დღის წესრიგში საკითხი რომ შეიძლება სავსებით რეალურია შეეცვალოს ხვალ და ზეგ პროფილი ამ მეტად მნიშვნელოვან ობიექტს თბილისელებისათვის. რასაპირებ დაკავშირებით თუ ეს დადასტურდა, იმიტომ რომ კომპლექსის ხელმძღვანელობა მოარყვა ეს ფაქტი, რომ იქ საცხოვრებელი უნდა აშენდეს. ინვესტორს, ასე ვთქვათ, არ უღირს, მოდი ვთქვათ, ჩიტი ბდღნად, რომ განახორციელოს იქ მრავალმილიონიანი ინვესტირება, ვინაიდან იგი თვლის, რომ ამ ინვესტიციის ამოღებას იქ დახარჯული თანხის ამოღებას იგი ვერ შეძლებს მრავალი წელიწადი, ამიტომ სერიოზულად ფიქრობენ მისთვის პროფილის შეცვლაზე, რაც მე ვფიქრობ იქნება დანაშაულის ტოლფასი, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ რა იგი არის კერძო მესაკუთრე, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი არ უნდა იყოს უღელყოფილი და მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტრადიციების მატარებელი ობიექტი, თაობები აღიზარდა, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ვინაიდან ის პრაქტიკულად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გავიგებ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკა, იმისთვის რომ მოგვეცით საშუალება უფრო გადაცემებში იმედია მომეცემა საშუალება კონკრეტულად იმ მიმართულებებზე ვისაუბრებთ. რასაც როგორც კი დაიწყება საარჩევნო კამპანია. ისე ვატყობთ თქვენ ძირითადად გაინტერესებთ ინტრიგები, გაინტერესებთ როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ყველა სხვა დანარჩენი პარტიის მერობის კანდიდატი იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი, ასე რომ ვცლად უკვე პროგრამაზე, გეგმებზე და მას განხორციელებაზე შემდგომ ეთერებშიც ვისაუბრებთ. მადლობა კიდევ ერთხელ. გადაცემის დრო ამოიწურა, დღეს ვასრულებთ ჩვენ მუშაობას, ერთმანეთს შევხვდებით უკვე პარასკევს, ისევ 22 საათზე აუდიტორიასთან და სტუმრებთან ერთად, ასე რომ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.